ბეწვზე ვართ გადარჩენილი მეგრელები, ხო? ის რაც აფხაზს დამართეს რუსებმა, იქ ვერ დაგმართეს. და სულ ამბობ რა. ზურა პაპასკირს რო ალიოშა პაპასკირი დაუპირისპირდა, ეს იმიტომ რომ ალიოშა პაპასკირს დაავიწყეს ვისი გორისაა. გამიგეთ, საიდან მოდის, ხო, ახლა მაგალითისთვის გეუბნებით, ხო? საერთო ქართული ეროვნული ერთობის დონე ხარისხი, გრძნობის ხარისხი იყო დაბალი. და მე ყოველთვის ხშირად ვიმეორებ, ილი ამბობს რომ აი რო დაიცახო ქართველო, ქართველი გამოგეხმაურებაო და შეიძლებაო თავისი მძიმე კისერიო ტახელმა მოიღრიჯოსო. სხვა არაო, იმერელი, გულული, მეგრელი, სვანი, ხო? ისინი აი ეს არ იყო და ილიამ ეს გააკეთა. ილიამ ერთიანი საქართველოს შექმნა, გამიგეთ? და ეს სარწმუნოებაც იმიტომ ახსენა, რომ ჩვენი იდენტობის, ეროვნულ სახელმწიფოებრივი ცნობიერების იდენტობის საფუძველი ისტორიამ ასე განსაზღვრა, ხო, იყო სწორედ მართლმადიდებლური სარწმუნოება.